2007 წლის 7 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების კონსტიტუციურ ვადაში დანიშვნის მოთხოვნით თბილისის ცენტრში შეკრებულ მშვიდობიან აქციას ვარდების ხელისუფლება რეზინის ტყვიებით და წლამსადენი გაზით დაუპირისპირდა. მოქალაქეთა დევნის კადრებს ტელეკომპანია იმედი თანამგზავრის საშუალებით მთელი დღის განმავლობაში ავრცელებდა. იმავე საღამოს საქართველოს ხელისუფლებამ ტელეკომპანია დაარბია და დახურა. საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც პოლიტიკურ ოპონენტებს საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე უარი განუცხადა, აქციის დარბევის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა და დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები საარჩევნო რეჟიმში გადავიდნენ. წინა საარჩევნო პერიოდში მედიის უდიდეს ნაწილს სახელისუფლებო წრეები აკონტროლებდნენ, რის გამოც ხელისუფლებისგან უკონტროლო ტელეკომპანია იმედის აღდგენა ქართული საზოგადოების უმთავრეს ამოცანად იქცა. ხელისუფლება არ ფარავდა ნეგატიურ დამოკიდებულებას იმედისადმი. მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება დაუფარავად მონაწილეობდა იმედის აღდგენის საწინააღმდეგო პროცესებში. მონაწილეობდა, არამხოლოდ მონაწილეობდა, არამედ ხელისუფლება იყო ამის მთავარი ინიციატორი. იმიტომ რომ ხელისუფლებას არ უნდოდა იმედის ხელახალი აღდგენა. მთელი მსოფლიო კატეგორიულად ითხოვდა იმას, რომ იმედი აღდგენილიყო, მაგრამ ხელისუფლება ამის კატეგორიული წინააღმდეგი გამოდიოდა და ყველანაირ მექანიზმებს ნახულობდა იმისათვის, რომ იმედის ხელახალი ჩართვა არ მოხდარიყო. ტელეკომპანიის აღდგენის ტექნიკურ და სამართლებრივ პროცედურებზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით ევროსაბჭომ პრესომბუდსმენის მანდატი მიანიჭა პოლონელ ჟურნალისტ ადამ მიხნიკს. მიხნიკი თბილისში ჩამოვიდა. მე ჩავატარე საგანგებო პრესკონფერენცია, როდესაც მე გრაფიკი გამოვიტანე, როგორ დაიწყებოდა იმედის გახსნის პროცედურა. ეს არ მომხდარა შემთხვევით, ესეთი გრაფიკის გაწერა, იმიტომ რომ მე ვიცოდი, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ იმედი არ გახსნილიყო. ამის შემდეგ იმედი აღდგა, რასაც უკიდურესად მძიმე რეაქცია მოყვა პრეზიდენტის მხრიდან და მე პირადად შევესწარი ძალიან მძიმე საუბარს მანქანაში ვიჯექი და პრეზიდენტი იდგა მანქანასთან შორი ახლო და ელაპარაკებოდა ჯერ ლომაიას და შემდეგ ბოკერიას. და იყო უკიდურესად აღშფოთებული იმასთან დაკავშირებით, რომ იმედი გაიხსნა. ათდღიანი მაუწყებლობის შემდეგ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა ბადრი პატარკაციშვილის და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ერეკლე კოდუას ფარული აუდიო ჩანაწერის ნაწილი. პროკურატურამ პატარკაციშვილს ბრალი კონსტიტუციური წყობილების იძულებით შესაცვლელად შეთქმულების მომზადების მუხლით წაუყენა. 26 დეკემბერს დილის 11 საათზე გამომცემლობა მერანის სახურავზე იმედის ჟურნალისტებმა სპეციალური განცხადება გააკეთეს. სწორედ იმის გამო, რომ ჩვენი არხის დამფუძნებელი და პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მთავარი მოქმედი პირია, ჩვენთვის მიუღებელია ტელეკომპანია იმედში დარჩენა. ვინაიდან ვფიქრობთ, რომ ჩვენი ჟურნალისტური თავისუფლებაც კი შეიძლება არასწორად იქნეს გამოყენებული. სწორედ ამიტომ ტოვებთ ტელეკომპანია იმედს. იმავე საღამოს იმედის დახურვის შესახებ განცხადება გააკეთა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, რის შემდეგაც ტელეკომპანია ისევ დაიხურა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა პატარკაციშვილი და მისი ტელეკომპანია ხელისუფლების გავლენის სფეროში აღმოჩნდა. შედეგად საქართველოში ხელისუფლებისთვის მედია კონტროლის შესაძლებლობა მაქსიმალურად გაიზარდა. მხოლოდ მოგვიანებით გაირკვა, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერები უხეშად ფალსიფიცირებული იყო. ამის გარდა ჩვენს ხელთ აღმოჩნდა სხვა დოკუმენტებიც, რაც იმედის დახურვის რეალური გარემოებების წარმოდგენის შესაძლებლობას იძლევა. ჯერ კიდევ 7 ნოემბრის შემდეგ გადაცემა რეაქციის წამყვანმა ინგა გრიგოლიამ დატოვა იმედი და ახალი თოქ-შოუ პრაიმ ტაიმით სტუდია TBC TV-ში გადავიდა. TBC TV-მ ინგა გრიგოლიას ახალი თოქ-შოუ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის აშკარად ხელისუფლების გავლენას დაქვემდებარებულ ეთერში განათავსა. იმ დროს TBC TV-ს ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელი დირექტორი ლევან ყუბანეიშვილი. ახალი დროება და GLTV წარმოგიდგენთ. სახურავზე გაკეთებული განცხადების შემდეგ იმედის ჟურნალისტებმა ჩამოაყალიბეს სტუდია ახალი დროება და ხელშეკრულება გააფორმეს სრულიად უცნობ სტუდია GLTV-სთან, რომლის ხელმძღვანელიც ასევე ლევან ყუბანეიშვილი იყო.
იმედის დატოვების შესახებ ჟურნალისტებმა 26 დეკემბერს განაცხადეს. ხელშეკრულება კი 11 იანვარს, ანუ საშობაო დასვენების დამთავრებისთანავე გააფორმეს. სწორედ იმავე დღეს 11 იანვარს აღმოჩნდა დაფუძნებული სტუდია GLTV, ანუ ეს სტუდია სპეციალურად ახალი დროების ჟურნალისტების დასაქმებისთვის შეიქმნა და ოპოზიციურ არხად შერაცხული ტელევიზიის ჟურნალისტებს ეთერი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაუთმო. ახალი დროების დირექტორს დაჩი გრძელიშვილს მივმართეთ კითხვით, თუ რატომ დატოვეს ჟურნალისტებმა ტელეკომპანია მაშინ, როცა მისი აღდგენა დიდი ძალისხმევის შედეგად იყო მიღწეული. დაჩი გრძელიშვილი ამ კითხვას 13 წუთის განმავლობაში პასუხობდა. დროებაში მუშაობდი მისი გახსნისთანავე, ამ გადაცემის დაწყებისთანავე 2002 წლიდან. რომელ წელს მოხდა ეს რა ქვია ეს საამაყო შემოჭრა სპეცრაზმისა? მე დიახ ვიცავდი იმედს და მინდოდა სულითა და გულით ვიბრძოდი ტელემაუწყებლობის აღდგენისათვის. ნუ ეხლა ამის მერე უკვე დაიწყო რაღაცა ეს პოლიტიკური ამბები, პატარკაციშვილი ჩაერთო საარჩევნო მარათონში, ვრცელდებოდა რაღაცა ჩანაწერები ხან იქიდან, ხან აქედან, ვეღარ ვიგებდით უკვე ვინ რას იწერდა და ვისაც იწერდა. ამ მაშინ იმ პერიოდში იყო ძალიან რთული მდგომარეობა. გეტყვით იმასაც, რომ ძალიან მაცდონებელიც, იმიტომ რომ იყო სხვადასხვა შემოთავაზებები, სხვადასხვა ჟურნალისტებზე, რაღაც იქ დიდთანხებზე ლაპარაკი იმაზე, რომ თქვათ შეგიძლია საერთოდ თქვათ არ გაერიო ან ნურც იმას იტყვი, ნურც ამას უბრალოდ დაჯექი სახში ბატონო, საერთოში გინდა საერთოში წადი. ეს ხმები მოდიოდა. ვიფიქრე ძალიან ბევრი აი ამ მომენტზე როგორ წავსულიყავდი. ყველაზე ადვილი ვარიანტს გეტყვით ჯერ რომ შევსულიყავი თქვათ იგივე გიორგისთან და მე თქვა რომ ეხა იქ ხო ეს გადაწონა გადმოწონაზე იყო, ისე აიწონა დაიწონას თამაში მიდიოდა, ანუ ბანაკიდან ბანაკში გადასვლაზე. მეორე ვარიანტი იყო უბრალოდ ჩუმად წავსულიყავით სახლში. იმის მერე რა ვიცი, მე მგონი რაღაც დასკვნები გააკეთეს მავანთ რაღაცა, დაფიქრდნენ მის მერე აგერ გუშინ წამოვიდნენ იმედიდან ვიღაცები ბატონო და ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ხედავს დაჩი გრძელიშვილი კონტრაქტით მიღებული შემოსავლის ოდენობაშიც. მისი თქმით, GLTV იმედისგან დიდად განსხვავებულ პირობებს არ სთავაზობდა. იმაზე მეტი ანაზღაურება ნამდვილად არ ქონია, რასაც ვაკეთებდით რა. და არც თქვათ რაღაცა ისეთი კატასტროფულად განსხვავებული თუ მაღალი პირობები, რაც ქონდა იგივე დროებაში. ხელშეკრულების მიხედვით, GLTV აფინანსებდა კვირაში 1 საათიანი ხანგრძლივობის გადაცემას, რისთვისაც მას 10 თვეში $1,895,000 უნდა გადაეხადა. ანუ 1 საათიან გადაცემაში ახალი დროება დაახლოებით $50,000 მიიღებდა. სანდოწყაროდან მიღებული ინფორმაციით, იმედის დროება წელიწადში $500,000 ფინანსდებოდა. ანუ GLTV-ს კონტრაქტით ახალი დროების შემოსავალი 4-ჯერ გაიზარდა. ასეთი იყო კონტრაქტი, რომელსაც ხელს აწერდა ლევან ყუბანეიშვილი, მმართველი პოლიტიკური პარტიის აშკარა ფავორიტი მედია ტექნოლოგიების მართვის სფეროში. საპარლამენტო არჩევნების წინ მარტის თვეში საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო აირჩია. 9 წევრიან საბჭოში ხელისუფლებას 5 წარმომადგენელი ჰყავდა, რაც დირექტორად საკუთარი წარმომადგენლის დანიშვნის სრულ გარანტიას აძლევდა. დირექტორის თანამდებობაზე განაცხადები შეიტანეს ცნობილმა ჟურნალისტებმა ია ანთაძემ, ზვიად ქორიძემ, ლაშა ტუღუშმა. განაცხადების მიღების ოფიციალური ვადის დასრულების შემდეგ სამეურვეო საბჭომ ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე 1 კვირით გაახანგრძლივა განაცხადების მიღების ვადა და ამ 1 კვირაში შევიდა მხოლოდ ერთადერთი განაცხადი. ეს კანდიდატი იყო TBC TV-ს დირექტორი ლევან ყუბანეიშვილი, პირი, რომელიც იმედიდან წამოსული ჟურნალისტების კონტრაქტორი გახდა. ხელშეკრულებაში დეტალურად იყო აღწერილი სარედაქციო დამოუკიდებლობის პირობები. სტუდია ახალი დროება ინარჩუნებს სარედაქციო დამოუკიდებლობას სატელევიზიო გადაცემის მომზადებისას. სტუდია GLTV ან მესამე მხარე არანაირად არ ჩაერევა სტუდია ახალი დროების მიერ მომზადებულ გადაცემაში, სიუჟეტების შერჩევაში ან სიუჟეტის შინაარსის განსაზღვრაში. ასეთი საკონტრაქტო პირობების მიუხედავად, სტუდიაში პროფესიული თავისუფლება იზღუდებოდა. ამის შესახებ ახალი დროების ჟურნალისტმა სოსო ბარნაბიშვილმა განვიცხადა. სიუჟეტი მზად იყო საეთეროდ, უნდა გასულიყო ეთერში და დატრიალდა ანონსი 2 დღით ადრე ეთერში. როგორც კი ეს ანონსი ეთერში გავიდა, ჩვენ დაგვიკავშირდა ჩვენი კონტრაქტორი გიორგი გეგეშიძე, გოგი გეგეშიძე, იგივე
რომელმაც შეხვედრა გთხოვა და დაგველაპარაკა იმაზე, რომ ეს სიუჟეტი ეთერში არ უნდა გასულიყო. როგორც მისი საუბრიდან გაირკვა, ეს მხოლოდ მისი, ასე ვთქვათ, თხოვნა თუ მოთხოვნა არ ყოფილა, იყო უფრო ზემოდან წამოსული მითითება მისი მისამართით. სიუჟეტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ეხებოდა, რომელმაც საპარლამენტო არჩევნების წინ სკანდალურ ვითარებაში უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე. მე მივიღე გადაწყვეტილება არ ვიყარო კენჭი 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში. 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სიუჟეტის ანონსირება, თუმცა ეთერში არ გავიდა. სტუდია ახალი დროების დირექტორმა დაჩი გრძელიშვილმა ჯერ გითხრა, რომ სიუჟეტი ეთერში ტექნიკური მიზეზით არ გავიდა. აქ იყო ჩვეულებრივი ანალიტიკური სიუჟეტი იყო საკმაოდ კარგად გაკეთებული ამავე დროს. ვერ გავიდა იმის გამო, რომ პირველმა არხმა, ან ჩვენმა დამკვეთმა გითხრა, რომ ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოხერხდებოდა ამ სიუჟეტის გაშვება. ანუ სხვა სიუჟეტების გაშვება შეიძლებოდა და მხოლოდ ამ სიუჟეტის. კი ბატონო. კი ბატონო. შემდეგ დაჩი გრძელიშვილმა აშკარად არადამაჯერებელი პასუხი თვითონვე შეცვალა და სიუჟეტის ეთერიდან ამოღება ნინო ბურჯანაძის ინიციატივად წარმოაჩინა. მე ვიცი, რომ ეს იყო ნინო ბურჯანაძის სურვილი თვითონ. თუმცა თავად ნინო ბურჯანაძე ჩემთვისაც არ უთქვამს. რა იყო ნინო ბურჯანაძე? რომ აი პერიოდში ეს იყო ის პერიოდი, როდესაც ბურჯანაძე წამოვიდა პოლიტიკიდან. თუმცა მაშინ არ ქონდა ესეთი მწვავე განცდები დემოკრატიის პრობლემებთან დაკავშირებით ქვეყანაში, ანუ არ ქონდა სურვილი, რომ პოლიტიკაში ჩარეულიყო, როგორც ჩანს, და მას უბრალოდ არ სურდა მის შესახებ თქმულიყო რაიმე. ნინო ბურჯანაძე უარყოფს, რომ სიუჟეტი მისი მიზეზით არ გავიდა. მე ვიცი ერთი რამ, რომ მართლაც ჩვენამდე მაშინ მოვიდა ესეთი ინფორმაცია, რომ მართლაც აპირებდნენ ძალიან დადებითი სიუჟეტის გაკეთებას, ასე ვთქვათ, ჩემი საქმიანობის შესახებ და მე მოგვივიდა ჩვენი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებამ გადაიფიქრა მაინც ძალიან დადებითი სიუჟეტის გაკეთება, მაინც მომავლის პერსპექტივით, რომ ემანდრა ხდება და მე ეს გაკეთებული სიუჟეტი ხელისუფლებას წინ არ დახვედროდა. ნინო ბურჯანაძე, თუ კი რამე ფოლადი არსებობს სოფლიოში, ყველაზე მაღალი ყალიბის ფოლადისგან არის დამზადებული მისი ნერვები და მისი პოლიტიკური წამსი. სიუჟეტი ნამდვილად დადებითი იყო. სიუჟეტის ავტორი სოსო ბარნაბიშვილი ამბობს, რომ სიუჟეტის დაბლოკვის მიზეზად თავად ნინო ბურჯანაძის დასახელება სტუდია ახალი დროების შეთხზული ვერსია იყო. ჩვენ ვიცოდით, რომ იქნებოდა კითხვები გაჩნდებოდა იგივე ჟურნალისტების მხრიდან, რატომ არ გავიდა ეს ეთერში და ნუ ასე ვთქვათ, რომ ეს არ გახმაურებული იყო იმ პერიოდში და ამავდროულად პრობლემა არ შექმნოდა ჩვენს თანამშრომლებს იმის გამო, რომ გადაცემა შეიძლებოდა დახურულიყო. ნუ ამჯობინად გვეთქვა, რომ შეთანხმებული ქონდა ნინო ბურჯანაძესთან ინტერვიუ და მე უარი გითხრა და ამის გამო ეთერში სიუჟეტი არ გავიდა. ნუ ეს იყო მაშინ ჩვენი პასუხი. ახლა ვიძახი იმას, რაც სინამდვილეში მოხდა. უფრო მეტიც, ჩვენს ხელთა ლევან ყუბანეიშვილის და დაჩი გრძელიშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, სადაც გრძელიშვილი აღიარებს, რომ ბურჯანაძის სიუჟეტთან დაკავშირებით პროფესიულ სტანდარტებს გადაუხვიეს. ის ბურჯანაძე იყო და ყურების დახუჭე თვალებიც ლოიდები და რაღაც, იმიტომ რომ საქმე სჭირდებოდა შეიძლება სახელმწიფო იდგა იქ შუაში ინტერესება. თუმცა ჩვენთან ინტერვიუში დაჩი გრძელიშვილმა უარყო სახელმწიფო ინტერესების გამო თვალის დახუჭვის ისტორია. ნამდვილად არ მითქვია, რომ სიუჟეტის უკან სახელმწიფო იდგა. არა. ის ბურჯანაძე იყო და ყურების დახუჭე თვალებიც ლოიდები და რაღაც, იმიტომ რომ საქმე სჭირდებოდა შეიძლება სახელმწიფო იდგა იქ შუაში ინტერესება. 2008 წლის 7 აპრილს სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა თავისუფალი გაზეთის წინააღმდეგ. სარჩელის მიხედვით გუბერნატორი მოითხოვდა პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების უარყოფას გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის გამო, რომლის მიხედვითაც სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი ჟურნალისტს დუმილის სანაცვლოდ 10,000 ლარს თავაზობდა. პირველივე სასამართლოზე, რომელსაც გოროზიას ადვოკატიც ესწრებოდა, მოსამართლემ სარჩელი დაუშვებლად ცნო. გუბერნატორმა კი მოსამართლის გადაწყვეტილება იმ მოტივით გაასაჩივრა, რომ მისი ადვოკატი ზუგდიდში არ იმყოფებოდა. ახალი დროების ჟურნალისტმა სოსო ბარნაბიშვილმა ამ თემაზე სიუჟეტი მოამზადა. ამას მოჰყვა გუბერნატორის სატელეფონო ზარი სტუდიაში. იგი სიუჟეტის გადადებას ითხოვდა. თუ ობიექტურობა გინდათ, მაშინ დაელოდეთ, გასაჩივრებულია. მაშინ რატო გთხოვენ ბატონო ზაზა სიუჟეტის ამოღებას აქცია 3 საათს რა?
გამოიღე არ მიტყვია. გუბერნატორისთვის არასასურველი სიუჟეტის გადადების მცდელობა ამით არ დასრულებულა. ახალი დროების რედაქციაში დარეკა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა ლევან ყუბანეიშვილმაც. მას სტუდიის დირექტორმა დაჩი გრძელიშვილმა უპასუხა. მოდი ეგეთი რაღაცა გავაკეთოთ, რომ მოდი ეგეთი რაღაცა მე კოროზიას ვეთქვი მოგცემ თქვენ ინტერვიუს რა. და გადაამონტაჟეთ. მოგცა, უბრალოდ არ უნდა რომ მოეცა. არა, ნორმალურ ინტერვიუს მოგცემ, სადაც ისეთი იქნება და გადაამონტაჟეთ მე სიუჟეტი. ლევან ყუბანეიშვილი ცდილობდა სტუდიის დირექტორის სიუჟეტის გადადებაზე დაეყოლიებინა. ჩემი ვიდეოების ამბავს ხოვით. ეხლა მithumetas არ გამოვაგონდა. არ გამოვა ლევანიც. ეხლა შენთვის გადაცულერთია, მაგრამ მე პირადად აქ აღარ მომშვა. არ გავა რა ლევან რა. მე ხო არ გეუბნები რომ არ ქნა მეთქი. მე გეუბნები რომ გოროზიას ინტერვიუს მოვაცემინებ და მაგის შემდეგ იმაში გავუშვით რა. გადაამონტაჟეთ. მიდი, ეგრე გავაკეთოთ რა. ჩემს ხოლმე იქნება რა. აი მე ხო გეუბნები, სერიოზულად გეუბნები და მე მგონი გესმის არ შანსი არ აქვს. მაგ კაცს პირადად გოროზიას დაჩი გრძელიშ და იმართებაში თუ ეს გვარი და სახელი რაღაცას ნიშნავს. კაი ცოტა შეარბილე რა მაშინ. რა ვიცი ხო გადავხედავთ ნახავთ და შენი და იცი ვისი კონსტრუქციების თუ ხატვის ამოაგდო იქნება კაი. კაი დამერეკეთ. ერთი შეხედვით ყუბანეიშვილი სტუდიისგან სიუჟეტის მხოლოდ ერთი კვირით გადატანას ითხოვდა და დასადასტურებლად სიუჟეტის დაანონსებაზეც თანახმა იყო. დაანონსე შემდეგ გადაცემაში. თუმცა რეალურად ამ საუბრიდან 2 დღეში გადაცემა დაიხურა და სიუჟეტის გადადების შემთხვევაში გუბერნატორის თემა ეთერში ვეღარ მოხდებოდა. ტელეკომპანია იმედის დახურვის ფონზე გაფორმებული ძვირად ღირებული საკონტრაქტო ურთიერთობები საპარლამენტო არჩევნების დამთავრებისთანავე შეწყდა. ჩვენ საერთოდ თავიდან რო შევატყვეთ, რომ რაღაცნაირად ზემოქმედებას და ზეწოლას ცდილობდნენ ჩვენი სიუჟეტების გასვლა არ გასვლაზე ეთერში, ვაკეთებთ ასეთ ხერხს მივმართეთ. იყო ხოლმე შემთხვევები, რომ სიუჟეტში რაღაც 2-3 მწვავე მომენტს ვდებით შეგნებულად, როდესაც მოითხოვდნენ სიუჟეტის თლიანად ამოღებას, ვეუბნებოდით, არა, მოდი აი ამ 2 დეტალს დაგითმობთ, ერთი ჩვენი იყოს. აი ხო ხტები, რომ ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი, როდესაც იმედიდან წამოვედი. ახალ დროებასთან ხელშეკრულების ცალმხრივად ვადამდე ადრე შეწყვეტა მხარეს აკისრებდა ხელშეკრულების ღირებულების სამმაგ ოდენობას. ანუ ახალ დროებას გადაცემის შეწყვეტის გამო GLTV-სგან 6 მილიონამდე დოლარის მოთხოვნა შეეძლო. თუმცა ახალ დროებას ასეთი მოთხოვნა არ დაუყენებია. მაშინ, როცა ახალი დროების ხელშეკრულება შეწყდა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე რეორგანიზაცია მიმდინარეობდა და გადაცემების განახლებისთვის ტენდერი იყო გამოცხადებული. რეორგანიზაციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის საეთერო ბადეს ვარდისფერი ტონალობა შესძინა. ახალი დროების ჟურნალისტები ახალი გადაცემებით ამ ვარდისფერ ბადეში აღმოჩნდნენ. ოღონდ მათი გადაცემები ყოველგვარი ტენდერის გარეშე გავიდა. ეს გადაცემა შვილივით მიყვარს. ასე განაცხადა პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა დიდი ათეულის შესახებ. ეს გადაცემა ტენდერის გარეშე გადაუდებელი აუცილებლობის რეჟიმით განთავსდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში და ამ გადაცემაში სამუშაოდ გადავიდა ახალი დროების ჟურნალისტების დიდი ნაწილი. ახალი დროების კიდევ ერთმა ჟურნალისტმა სოფო მოსიძემ კომპანია OSB International-ის საშუალებით უტენდეროდ მიიღო კონტრაქტი გადაცემისთვის მოწყვიტე წამი. სხვათა შორის ამ კომპანიის დამფუძნებელი იყო მარინა ნეიძე, რომელიც ყუბანეიშვილის წასვლის შემდეგ TBC TV-ის დირექტორი გახდა. იურისტი მანანა კობახიძე ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ TBC TV-სთან უტენდეროდ გადაუდებლობის რეჟიმში ხელშეკრულების გაფორმება უკანონო იყო. უნებრივია ყველა შესყიდვა სწორედ უნდა განხორციელდეს კონკურსის წესით, ტენდერის გზით და არ უნდა იდებოდეს ხელშეკრულებები გადაუდებელი აუცილებლობის გამო, თუ კი ეს აუცილებლობა არ არსებობს. დახურული ახალი დროების ჟურნალისტებმა კი დიდი ათეულის მოსამზადებლად გადაუდებელი აუცილებლობის რეჟიმში 517,000 ლარიანი კომპენსაცია მიიღეს.
2008 წლის ივლისში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაცხადა ტენდერი სახელმწიფო შესყიდვებზე, კერძოდ საქმე ეხებოდა ყველა იმ გადაცემას, რომელიც უნდა შემდგომში გასულიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით. მე მაქვს ინფორმაცია, რომელი იყო გამარჯვებული კომპანიები, ეს გახლდათ მაგალითად ქართული ანიმაციური სტუდიები, ეს არის ლოტი პირველი, ასევე მესამე ლოტზეც ეს კომპანია გამარჯვებული, მერვე ლოტზე ჩაალაგე ჩემოდანი, ფონდი ქართული ხარისხი მეათე ლოტზე, ასევე მე-11 ლოტზე გახლავთ TBC TV, ეს არის ავტორევიუ, მისი ერთ-ერთი გადაცემა. TBC TV-სთან გაფორმებული 8 თვიანი კონტრაქტის ღირებულება 152,382 ლარს შეადგენდა. ლევან ყუბანეიშვილი, რომელიც გახლდათ ამ სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, აღმოჩნდა, რომ მას საერთოდ არ ჰქონდა უფლება მიეღო მონაწილეობა ამ კომისიაში და რატომ? ამას ითხოვს შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ არ შეიძლება სახელმწიფო შესყიდვა და ამ შესყიდვაზე კონტროლი განახორციელოს იმ პირმა, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში მუშაობდა იმ კომპანიაში, რომელიც ღებულობს კონკურსში მონაწილეობას. ბოლო 3 წელი კი არა, 6 თვეც არ იყო გასული, რაც მან დატოვა რეალურად TBC TV და შესაბამისად აშკარა ინტერესთა კონფლიქტი იკვეთებოდა და მისი მონაწილეობა უბრალოდ ამ ტენდერში, ამ სატენდერო კომისიაში იყო დაუშვებელი. ესე იგი, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაშვებას იღებენ სწორედ ის კომპანიები, რომლებსაც კავშირი აქვთ, პირდაპირი კავშირი აქვთ ლევან ყუბანეიშვილთან, როგორც დირექტორთან ამ საზოგადოებრივ მაუწყებლის, ასევე მის ხელმძღვანელ პირებთან, ანუ სხვა კომპანიისთვის ძალიან რთულია მოხვედრა თუნდაც ტენდერში, გამარჯვება ამ ტენდერში. ფინანსური და სარედაქციო კონტროლის მექანიზმების გარდა საზოგადოებრივ მაუწყებელში მოქმედებს შრომითი შინაგანაწესი, რომლის მე-14 მუხლი ჟურნალისტისთვის აწესებს განსაკუთრებულ ვალდებულებებს. დასაქმებულის მიერ შინაგანაწესის 14 პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში დამსაქმებელი უფლებამოსილია დააკისროს მას ჯარიმა არაუმეტეს შრომის ანაზღაურების 5%-ის ოდენობით. დასაქმებული ვალდებულია თავისი ცოდნა და კვალიფიკაცია, ასევე შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ინფორმაცია არ გამოიყენოს სხვა სამაუწყებლო კომპანიის სასარგებლოდ. შინაგანაწესის 14 მესამე, 14 მეოთხე პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვა გამოიყენება ასევე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში. მე ასეთი არაფერი არ წამიკითხია. ეს არის საქართველოში არსებული კანონმდებლობის გაგრძელება, ნულოვანი ტოლერანტობა, სანქციები, დასჯა, რეპრესია. ანუ ადამიანი მუდმივად უნდა იყოს იმის შიში, რომ რაღაცა არ გააკეთოს ის, რაც აკრძალულია რატომღაც გაურკვეველია რატომ, თორემ ან ფინანსურად დასჯიან მას ხან 5%-ით შემოსავლის, ხან 50-ით, ხან რაღაცით და უარეს შემთხვევაში თუ ისწავლა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 3 წლის განმავლობაში მას პროფესიის მიხედვით მუშაობის უფლება უბრალოდ არ აქვს. სწორედ ეს წერია ამ განსაკუთრებულ დებულებაში. ეს არის მართვა, მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალისტების მართვა. ისეთი რთულია სამსახურის შოვნა, რომ როგორც კი რაღაცა გამოჩნდება და რაღაცას აწერ ხელს, ბევრ შეიძლება ეს წაკითხულიც კი არ აქვს, ანუ არ იციან, რას აწერენ ხელს. რეალურად ეს არის მონობა, თანამედროვე მონობა. ტრაფიკინგი როგორც იტყვიან, ხო? იმიტომ რომ ყველაფერზე ჯარიმა, ყველაფერზე სასჯელი, ყველაფერზე რეპრესია, ეს არის სამართავი და ამიტომ აღარ მეკურს მე საზოგადოებრივი მაუწყებელი რატოა ისეთი, როგორც არის. მედია კონტროლის ფაქტებს იხსენებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. უგულავა პირადად იყო დაკავებული იმის განსაზღვრით, ვინ უნდა წასულიყო, რომელი სტუმარი უნდა ყოფილიყო ეთერში, რა კითხვები უნდა დაესვათ. მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთ ეთერში ერთ-ერთ თოქ-შოუს წამყვანს, ვიდრე თოქ-შოუ ეთერში გავიდოდა. მარჯვნივ და მარცხნივ ეს ხდა უგულავა და ბატონი ნიკა გვარამია, რომლებიც თამაშობდნენ ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს და ავარჯიშებდნენ ჟურნალისტს, როგორ უნდა გავიდეს ის ეთერში და როგორ უნდა მოახერხოს მან ოპოზიციონერებისათვის პრობლემების შექმნა. აი ამ დონეზე მიდის და მიდიოდა მედიის კონტროლი, რაც რა თქმა უნდა არ შეიძლებოდა დამთავრებულიყო სხვაგვარად, თუ არა იმით, როგორითიც ეს დღეს პრაქტიკულად
თუ არ მთავრდება, ყოველ შემთხვევაში რა სტადიაშიც ეს არის მასიური პროტესტი ხალხის, მასიური უკმაყოფილება, რომელიც აუცილებლად მოიტანს შედეგს, იმიტომ რომ არ შეიძლება მოახდინო ვარდების რევოლუცია, რევოლუციური და დემოკრატიული ფასეულობების დროშით და შემდეგ ქვეყანა წაიყვანო ისე, რომ დემოკრატიის ის დონე, რაც ვარდების რევოლუციამდე იყო, ხალხისათვის მოსანატრებელი გახადო. ამას ქართველი ხალხი არასოდეს არ აპატიებს არავის და ყოველას თავის წილ პასუხისმგებლობას მოთხოვს, მათ შორის მეც. ფინანსური საშუალებების გამოყენება პოლიტიკური მართვის ტექნოლოგიებში საკმაოდ გავრცელებული ფორმაა, თუმცა ხშირად არასრულფასოვნად ეფექტური. ამის მაგალითად, პრეზიდენტის მიერ პარლამენტის თავმჯდომარისთვის გადაცემული წყნეთის აგარაკის გამოდგება, რომელიც მართალია ქალბატონ ნინოს არ ეთმობა, მაგრამ არც საქართველოს პრეზიდენტს გამოადგა პოლიტტექნოლოგიურ იარაღად.